არავინ არ არის, არც ერთ თანამშრომელი, მარტო მე მივიდივარ, მეშვეულებაში ვარ, უკვე 1 აპრილიდან 22-ში გამოდივარ, აქციას უერთები, რავი, ხვალ იგეგმება, შეამოწმებენ, მე მგონი ადგილობრივ განხილვაში ვინ იქნება, ვინ არ იქნება, და მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ ყველა ჩემი თანამშრომელი ადგილზე იქნება და ისინი შეასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, ვინ შეულებაში არაა და მე მგონი მარტო მე ვარ შეულებაში. რაღაც ნაწილი გავიდა შეულებაში. რა რაოდენობა? 15-დან. მე რაც ვიცი 15 კაცია დასავლდები. შეიძლება დღეს კიდე ერთი, მაქსიმუმ 20 კაცი. 17-20 კაცი. რაც ოფიციალურად შეულებაში გავიდა დღეს დოკუმენტაცია კანცელარიაში. ადამიანს, რომელსაც პროტესტის გამოთქმა უნდა თავრობის წინააღმდეგ, ის უნდა ტოვებდეს სამსახურის წესი თავის განცხადებით და მერე უნდა გადიოდეს მიტინგზე. ესაა მორალურად გამართლებული საქციელი. და მერიაში მუშაობა. აგერ ხელფასი აიღე, აგერ საკუთო პრემია აიღე, კიდე რაღაც შეღავათებია. და ამ სიტუაციაში კიდე ასე აპროტესტებ პოლიტიკას, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც აბსურდს ამბობს აქ. მიყავს ყველას ვინც არის სურველი, მიყავს ეს არის პირობითი, ყველა მოდის თვითონ თავიანთი ტრანსპორტით ძირითადად ჩვენ უბრალოდ კოორდინაციას უწევთ ყველაფერს, ამასთან მეტი არაფერი. ეს იქნება სულიად უწყინარი აქცია, ეს იქნება საკმაოდ ხიარული აქცია, ბევრი ახალგაზრდათი და ბევრი საინტერესო შემოქმედი ახალგაზრდებით, ასე რომ პროვოკაციაზე ჩვენ ნამდვილად არ ვართ ორიენტირებული და არაფერში არ გჭირდება ასეთი ამბავი, რაც შეეხება სხვა რამეს ვერ გიპასუხებთ. ბუნებრივია ხელისუფლება ნერვიულობს, თუმცა რატომ ნერვიულობს, ეს ჩვენთვის სულიად გაუგებარია, ამას გეუბნებით სრული პასუხისგებლობით და ურახტილობით, ასე რომ ბევრი რაღაცა მართლაც გაუგებარია ჩემი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ჩინოვნიკებს ალბათ სურთ, რომ თავიანთ ლიდერს ასიამონ და ეჭვიც არ ვეპარება, რომ ალბათ ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ძალიან ცოტა მოვა ხალხი და ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა იმისა, რომ ცდილობენ, რომ რაღაც ტერორისტული აქტები შეიძლება მოხდეს, რაღაც პროვოკაციებს გეგმავს ნაციონალური მოძრაობა, არ ვიცი, ახლა რაში უნდა გვაწყობდეს თვითონ საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნები, რაში უნდა აწყობდეს ნაციონალური მოძრაობა, სხვა რაიმე პროვოკაციების მოწყობა, ან რისთვის უნდა მოვაწყოთ. მშვიდობიანი აქცია, ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს, რამდენად არის ქართული საზოგადოება მზად, რომ იმ კურსს დაუჭიროს მხარი, რაც ქვია დასავლეთის კურსი, რაც ქვია ევროპას დიდ სახლში ჩვენი ინტეგრირება და რა თქმა უნდა არ შეამონეს ის, რომ ღიად უკვე ნელ-ნელა ხელისუფლება აფიქსირებს თავის პროუსულ პოზიციებს.